მათ გამარჯობა ხალხო, მადლობა უნდა მithქვა. გილოცავთ ჩემი შვილის დაბადების დღეს. გუჟინ ჩემ თავს უკვე მივულოცე. მათ მიყარდა ეს ტონიკი არ ჩემი, რომელიც ყველაზე დიდი ტანჯვით გავაჩინე, არ გავიკეთე არანაირი გაუტკივარება. მაინტერესებდა როგორი იყო მშობიარობის ტკივილები. და ვიცი, და თან პირველი. ხო და მაგარი ვიტანჯი, ნახეთ გუში რომ ჭამე. ზედმეტი ზედმაწერი. ნახე მასყური როგორ მიექო. როგორ ჯუმად მიქონდა ნახე, არა ჯუბო. პეტერა. ხო და ამიტომ ჩემ თავს მაგის აღსანიშნავად ვუყიდე გუშინ ვუყიდე დედაში. ეს მეოთხეა დედაში. ეს ჯაღლიშვილია დედაში. და დიდებულიდან გამოვიძახე ტორტი მონატრებული მქონდა იმის ტორტი რა ქვია ალუბლის და კი ვჭამე და კაი კი იყო მაგრამ რაც მე მინდოდა ის არ იყო სამაგიეროდ იკას მოეწონა იმიტომ რომ რაც მე მინდოდა ის არ იყო და ამას არ უყარს ალუბლის ტორტი ანდრიემ ხო ამეთ შევჭამეო ანდრეს ეკას არ რა ქშია ჩემო სიცოცხლე მითხარი მამენა პური კოკა ой მე შემოგეუსდი და გავაკეთეთ ახლა პური კოკა არის პური იკა Ой, коконда. Бонიოს კოკონდა, ბონი. ხოდა დღეს თქო გახდა ხალხო 17 წლის არც იმჯერა. გუშინ საღამოს ვიძახდი ეს ბავშვია დაიხევა 17 წლის მე ვგზნობ თავის 17 წლისა თქო. მართლა ეგრე უხუცნაო. არა უფრო ნუ 16 მაგაზე პატარა თუ აღარ ვცნობ თავს. სიარულია, შინძინდარი. ნახეთ იკას პოზა. შევარდა. შევარდა თუ შეაგდე. აბა არის პური. და მოსადუღებელი. აუ! ეგ მუსიკა უკვე სიკვდილთან ასოცირდება. სულ იმას ადევს ვიღაცა მოგადაიცვა. ამე დაიმარცხება. ოზავუთნე ონიუში. ოროლები და პიცულკა. Aha. Ეხლა ამინდა. აი თორტი შინდელი. ფუმარი, ესენები. გონიარი. ამას დავყოთ მე და ევიკა. ანუ მიკროფონი. Ეხლა გინდა პატარა ნამა. Τότε გინდა? სანამ გავაკეთებ პური კოკოს გინდა კუტავდი. აბა გაჩვენო მან. გინდა პატარა მოგიჭრა. ნახევარი შენ, ნახევარი მე, გინდა?
ეს არის დედას ტორტი და ევას ტორტი. Tam. Ის დედას. Tam. იკაქცემო. არა, არცემო. ვაიმე როგორ მიყვარს რომ იცავს ხოლმე მამამის. არც, ნუ ჩარდე მუსიკა, ნუ. არ გესმის? ცოდოა? არ არის ცოდო და საცემია. ცოდოა. აი, რას ნიშნავს შვილი? დავისხათ კოფე. აუ, ძალიან მინდა რომ მე და თქვენ აი აქ გარეთ დავჯდეთ, მაგრამ აქ ისეთი მზე იქნება. აუ, შანსი არ გვაქვს. იგა! მოაკეტინე. აუ, საწოლი გაასწორე. შენი მხარე გაასწორე მაშინ. ჰა? იქ ჩემ მაგიდაზე ვერ დავჯდებით, ხალხო ისეთი ამბავია. კაი, წამოავალაგოთ, ძალიან მეზარება, მაგრამ ეს ცოტა გაცივდეს იქამდე. ტორტს თითი არ დაადო? ჩემია. რაღა დასაძებია, აღარ არის. ხო და ჩემია. რაც არის. დავიდეთ. წავიდეთ, ბევრი ვიაროთ. მე და თქვენ სამყარო შემოვიაროთ. შერესავალაგოთ. ცივა ხალხო, ცივა ღამე და ამიტომ ესე მაქვს. დღეს არ ვიცი რა გეგმები გვაქვს. თორნიკეს უნდა როლები. კარგი როლები მოყვარს და რა ვიცი, არც ვიცი რომელი ფილმაა კარგი. და აი აქ ერთი არის ჩვენთან ახლოს. მაგას შევუკვეთა. შეფსუში თუ რაღაც ქვია. და ოიშიდანაც შევუკვეთა. რაღაც ეს დიდი სეტი ვერ ვნახე. ან ჯამში მინდა რომ კაი დიდი სეტი იყოს და ესე სადღაც 300 ლარი მაქვს გათვლილი მაგაზე. კარგი როლები მინდა. ხო. მაგრამ იქ სუში რუმისა ძალიან კარგია, მე და სოფია რო ვიყავით, ხო გახსოვთ? სუში რუმში, აი მართლა გემრიელი იყო, მაგრამ ძალიან ძვირია ხალხო. 48 ნაჭრიანი სუშის ტორტი მითხრეს 350 ლარი, 48 ნაჭრიანი. ანუ რა ვიცი, ძალიან ბევრია ხა ჩემთვის. ნამდვილად ძალიან ბევრია. მე როცა ვამბობ 300 ლარს, მოვიაზრებ. აუ, დიდი ისინი ლასეტები თუ გინახავთ ხოლმე მაგას. მაგრამ არა იმას. რა ქვია? 48 ნაჭერს. 48 ნაჭერი, რავი რა არის. და ერთი დამთქნარება იქნება ჩვენ სახლში. გემრიელი იქნება ეს გამოსიოდეს кайტიშა. მოკლედ სუში რუმში 48 ნაჭრიანი ღერს 350 ლარიშ სუშის ტორტი. ხო და ეხლა ამ ეტაპზე ჩემთვის ვირია თქო, გეუბნებოდით და ჩემ თავს ვეუბნებოდი, ხო იცი თუ კი რამე მოგინდომებია, ყველაფერი შეგძლებია მეთქი და ეხლა ჩემი სურვილი ეგ არის, რომ რაც მინდა შემეძლოს რომ ის ვიყიდო. ნახეთ ქაურო აპარატას გავს. აი, რა ვიკეთებ ხოლმე ფრჩხილებს,
იმ დღეს просто არ შემიძლია ხოლმე ამ ყველაფრის მოწესრიგება, იმიტომ რომ ნერვებზე მირწყავს ხოლმე და საერთოდ გუშინ პირველად გავიკეთე, ყველაფერს ჭხირი რო გავიკეთე ეგრე რა. და თავს ვაფშე გმირად ვცნობდი. მოდი ხარ ჩავყაროთ ესენი რაც ესეთია. Happy. ეს აღარ იკეთება, კი იკეთება. ამის გვილი არ არის? არა. ეხლა რო გაიგუძებს თოკო და გავიგებ რომელი ტორტი უნდა შევუკვეთ. საჭმელი? საჭმელი როლები გვექნება. და პიცა. ჩემთან იძებდი რამე თვეს. აი სნიკერს მოგცემ გინდა? მომედა სნიკერს მომედა. არა, კაცო ნელ-ნელა ვჭამ, ეს ჩემია, ესა იყო. ესეც ალერგიას მომწონს. აი, მე გადი რა გამანებეთავე. არ ჭამო მეთქი და უნდა ვჭამო და ჭამო და ჭამე რა ვქნა. და ჭირს ამას. რომის გამოსაღებია. მე რას წამოგორდი გამოაღე. ისა როდისთვის ისმენ? პიცის იმედი გაქვს? არა როლები ვარ ისე. იცი რა ღირს ისა როლები? ესე იგი. ამინდა ხომ ხარ? რა ითხარი? არა, ის მინდოდა სუშის ტორტი არსებობს რა. ხო და მაგაზე მომწერეს ფასი. ისა სამე შეუკვეთა. მომდენ შეუკვეთა. მინაკილოს. კაცი რა დღეში ხედავთ. დღეში ასე წყალი კაცი. წევს და იღრინება. აშიმშილებენ. პროგრამ ფურჭამა გამახსენდა. შემიგეჩენ. აიმანს. რა იყო? შევეთებში ზეგედო და მიერთმევი და მე როგორ ჩამ. ვაიმე, ვიდეოს ვიღებდი ხალხო. ხო და ხო იცით TikTok-ისთვის რაღაცა ვიდეოს ვიღებდი რა და იქ მე მოვიჭერი ჩემთვის ნაჭერი და იმას ვქენი ჭამ რა. ხო და იქ არ არის ხა ისეთი კაცი რომ თვითონ რამე მოიკლოს და არ შეჭამოს. ახლა ეს ზვირია ვან რაღაცაო რა. ზოგადად ეგეთი ადამიანი არ არის ხო და მადლობა ღმერთსაც რო არ არის, მაგრამ მაგას კი არ ვიძახი. ახლა რასაკეთებს? მეზობელს ელაპარაკება და დაჭრა ეს საზამთრო და ნაჭერები კიდე ეს არ მათგება მე. ანუ ისინი რო რა კანები. ეს კანები დაალაგა იქა. რა ქვია, გარეთ რა, გადასაყრელად, ხო და ამეზობელს რო ელაპარაკება, ეს საზამთრო უნდა რა და საზამთრო კი შიგნითაა დაჭრილი. ხო და მოტრიალდა და მე ვჭამ საზამთროს ვიდეოს ვიღებ რა და ეს მოტრიალდა და აიღო ეს ისინი რა ქვია. საცოდავი კანები და ამოაჭრა იქიდან და იმას ჭამს. ხო და მე ეს არ შემიმჩნევია. არ შემჩნევია ვიდეოში რა. ხო და უკვე რო ვამონტაჟებ ვიდეოს, ხედავ კაცო რომ იკამ აიღო საცოდავად ესა.
რა ქვია და ჭამს. ახლა წარმოიდგინეთ ვუთხარიკას. მეთქი წარმოიდგინე იკა, მეთქი ხა კომენტარები, რომ წინცოლი ზის საზამთროს ჭამს, თან ეს ბინძურ ხალხს ხო მეტი არაფერი. ხო, და ამ ბინძურ ხალხს ხო მეტი არაფერი უნდა ეხლა, აი ვინც თვითონ მართლა იზავდა ეგეთ რაღაცას, ეგენი მაშინვე ხო და თეთრი არ იყო, მაგრამ ახლოს იყო თეთრთან. ხო და იკა ესე ჭრის საცოდავად და ჭამს. აი მე რა მაიმუნი, კი, მანიკურის ისა. კიდე გელაქ ჩაგასხო. ეგაკლია ყაჟენ კუჭს. გახსნის კი სამუდამო ჭეკრავს. პლასმასაა. რაღაც გახსნის. და სამწუხაროდ ეგ ვიდეო კადრში ვერ მოხვდა. იმიტომ რომ იმ დღეს PMS-ი მქონდა, ახალი დაწყებული მქონდა უფრო სწორად ციკლი და ძალიან შიოდა და ვიღებდი რა შამათ დღის განმავლობაში 1200 კალორიის ფარგლებში რა და 100 უჭამეს დღისით და საღამოს კიდე დავამატე ზემოთ. და ახლა მაგას ხო არ დავდებდი. რა? ეგ ბონი. ოქროს კადრები დაიკარგა. არა მაგას შეც ამოვჭრიდი, იმიტომ რომ ეგ არ არის სიმართლე. წარმოიდგინეთ პროსტა ბინძური ხალხი რა დღეს ჩავარდებოდა. უფრო აბინძურდებოდა. მე შავი ტორტი ასე არ მომწონდი, ალბათ იმიტომ რომ ის ბალი მჟავი არ იყო. მე კიდე არ მომეწონა მაგის გამო. აუ იცი როგორ მომეწონა. დაჟე თეთრზე მეტადაც კი. ხილი არ ქონდა, ძალიან ტკბილი იყო, ხო? ვაფშე არ იყო ის ბალი მჟავი. არა, ორი ცალი იყო სულ. ბალი თუ ალუბალი. ალუბალი. შენიერი იყო ერთი ნაჭერი. ძალიან ცოტა ქონდა. პატარა გამოვიწერეთ 15 ნაჭრიანი. არ ვიცი, ის რომელ სიტყვის. ან მადარტის იქნება, სულ ყველა პრო ესეთი. ყველა პრო. ანუ ხილი არაფერი არ აქვს, და შავია. შავი ბისკვიტი, შავი კრემი. ანა ის პლა. ან ესეთი იქნება, აზა სოფია აქრა უნდა გახსოვს. ნიგოძი რო დაუმატო ამას. აუ ეგეთი არის. ან ეგ იქნება. და ანის ბოლოს ძლივს რო შევჭამეთ, გახსოვს გადანობა რო უნდა და. ოკეი, ამეთ. ხოდა ხალხო გუშინეს ტორტი ჩემთვის რა ყველა მჭამა, მაგრამ ჩემს სახელზე შევუკვეთე ეს ტორტი, რომ ეს ბავშვი ტანჯაწამებით რო გავაჩინე. ამაგეს აღსანიშნავად. და დღეს მიულოცე ჩემ თავს. მაგის მერე ანდრიაზე ხო ეგრევე გაუტკივება გავიკეთე. საკითხიც არ მქონია დასმული. ვიკეთებ არ ვიკეთებს. რა თქმა უნდა ვიკეთებ მქონდა. და ევაზე უკვე ვფიქრობდი, რომ იქნება ბუნებრივად. ბუნებრივად რა ის ვაჩენი ფიზიოლოგიურად, მაგრამ გაუტკივების გარეშე იქნება გავაჩინოთ, მაგრამ რომ წამომიარა იმ ტკივილმა. აი მარა ადამიანურმა ტკივილმა რომელიც გამახსენდა. თონიკეს დროს რომ აგიჟებდა და ფანჯრიდან მოინდოდა გადახტომა. მე თქვი მოიყანეთ სასწრაფოდ. მე თქვა მქონდა რომ არ ვიცი მე შეიძლება გავიგეთ, შეიძლება არა და
მელოდებოდნენ. და ეგრევე შემოარახრახეს. მაგის მერე გაუტკივარებით გაჩენილი ბავშვი ანუ ვაფშე ძალიან მარტივია ჩემთვის აი აფერი მაგრამ ისე გაუტკივარება რო არსებობდეს ერთ შულზე მეც მე არ გავაჩენდი აი ვიძახი ადრე როგორც აჩენდნენ ხალები რა შანსი არა ხალხზე უნდა მინდოდა გამოხტობა ესე დღეში ვიყავი მე საკაი საუზმე მქონდა დღეს შესანიშნავად დაიწყო ახლა ვარჩევ რომელი როლები გამოვიწერო ნეტა შეგეძლოთ ხა თქვენ თქმა ой, я საკოფი დამისაძებლად მივდიოდი, კაი მითხარ. მონი მოკოცება. აბა. ანუ იხედები იქით. მაგოც. მაგოც ხათო ქცემ. ფუ, ვერ გიტანე იმას, აი მას ამოვჭრი. როგორ არის მიგავასწორე? მე ვიძახი. მეთქი. უნდა გამოვაცხადო მეთქი კასტინგი ქმარზე. რომელსაც შეუძლია გემრიალ რა არის კაცო. ფუ აუ ეს და სტენი ყოფილი მიდი შეაერთე. თავისი შესაერთებელი ვაკი. თავში არ გიმიჯნებდი. თორე ჩემი ტელეფონი დაიმტვრევა. და შეგეძლოთ გითხრათ რომელი სუშია კაირო შევუკვეთო. სუში გერა პიცა. პიცა იქნება საღამოს. საღამოს? ხო. აი ხოდილა შეუკვეთა. მაშინ საათაზე უნდა ვიპირო და დავაშ. არა შეუკვეთა. საერთოდ ითხოვს. ესე იგი ღიპი ითხოვს, ხო? ღიპი ითხოვს შეურაცხყოფას. შეურაცხყოფას თუ ითხოვს, პიცა რა თუნდა? რამდენს იკლებს ბაზე რო წავალ? ჰა? რამდენს იკლებს? რამდენს ვიკლებ წონას? ანუ როგორ აქ რო ხარ? ხო. და მიდიხარ. და იქიდან მოდიხარ. აი კონკრეტულად იქ რო იქნები. ეს სუდათ არის ხალხო. ზღვაზე ხალხი კი არ იკლებს, იმატებს, შვილო. მოიცა ერთი ტუთი თმა უნდა შევიკრა, იქ დამცეთ მისამ. ეს ვერ არის კარგად ხალხო. ხარი ხო. ეს მისამ აგერ სად დავაგდენ ეტავი. აი. დავიცოდეს. განაჩავდო რა ვიცი მაინც. კი არის ცისხლის მოკიდება ევა, მაგრამ მაინც. აბა ამასთან იცით გემრიელი ალერტი უყურე ერთი. აი, გასაგდები არიან ერთად. უნდა დარჩეს უსახლკაროები. გამოაგდო ცოლმა სახლიდან. არა ჩანხა. გამოაგდო ცოლმა სახლიდან იმ დამაცადე. ყურები ნახე როგორ აქვს გაშლილი. აუ გაგშლიმეს. აი მე წავიდა ეს კაცი ხელიდან, წავიდა. მორჩა. ხო, 5 კილოს. ესე იგი ეს კაცი ვერ არის ხალხო კარგად. აი მე ხო არაფერში ნორმალური არა ვარ და აი ესეც არაფერში ნორმალური არა. ესე იგი რა სიძახის ტიპი იცით ხალხო? ზღვაზე უნდა დავიკლო 5 კილო. ანუ ზღვაზე ხალხი აქ იკლებს და რომ მიდის, იმატებს და მომატებული ჩამოდის და ეს იძახი ზღვაზე უნდა დავიკლო. ეგ იცი ამი გინახავთ? უნდა ვირბინოთ ერთად. ანდრიეს გარაგინდა. ანდრია დახოდა ის უწარჩის. განები ბავშვი თავი. შენ ზაკრულ გეგმაშინ უგარე. ეს უფრო უნდა დავიკლო. ძალიან ცუდად გავიკეთე. ხოდა მე იქ რას დავიკლებ? კაცო მე ზღვაზე ვერაფერს ვერ დავიკლებ. მე ეხა ნახე 21-დან. არ ვიყიდოთ? კი.
თან დავიკლებო თანახე თევზია. 21 რიცხვიდან ანუ ეხა ივნისიდან სანამ ზღვაზე წავალთ, ანუ შუა რიცხვებამდე ზუსტად არ ვიცი, სიცოცხლე მითხარით, გესური რაღაცას. ჯანი. ანუ სანამ წავალთ, ანუ სადღაც რა ვიცი, ზუსტი დღე არ აქვს დანიშნული, მაგრამ შუაში რა, შუა რიცხვებამდე. რავი, აბა რასაც დავიკლებ, ეხა ჯერამდეს მოვიმატებ, გუშინაც ვჭამე, დღეს არ ვჭამ. ხო და რავი, აბა 55-56 რა ვიყო, კაი იქნება რა. ეხა არ ვიცი, 57 ვიყავი, მაგრამ 58 გავხდები, ეხლა ალბათ, ნუ ეს არ იქნება ცხიმი, მაგრამ სითხე ის ხო და 56 ესე 55 ნახევარი 56 რო ვიყო ზღვაზე ვაფშე შევინ არჩუნო დავიკლო კი არა კი დავლი ორი ჭიქაწყალი მაგრამ ზღვიდან რო ჩამოვალ ის ვიყო რაც წავედი 5 არა 10 გაჭარულები უნდა ვჭამო გადა დონები რა 5 კილო 5 ჭიქაწყალი ა 87 და 900 ნუ ეხა არა ეს ორი ჭიქაწყალი რამდენი გრამი იქნება? აი ყველაფერი ჩნდება. მართლა ეხლა აი დღისით იმიტომ არ ვიწონები ხოლმე მე რას შეჭამ, რას დალე, ხა მუცელშია კაცო ის. ანუ ისევ იმდენი ხარ რაც იყავი რა? მომატებით არაფერი არ აქვს მომატებით. ხო. 87 ხო? 82 უნდა დავუბრუნო. და რანაირ უნდა დაბრუნდეს არ ვიცი 82 ჩვენი ჭამის პირობებში თან ყველაფერს ჭამს ხოლმე. ყველაზე ცუდ ვარიანტი 83. და უფრო ცუდში? უფრო ცუდი არ განიხილე. რავი, თავის მოკლეს აპირებს, სიკვდილას აპირებს, არ ვიცი. თერი დრო თან წევს ხოლმე არც სურაობს ზღვაში არაფერი. იცი როგორ არის, რომ მუშაობ მე განძნელი. ხო, ეგ ვიცი, ფიზიკურად დაღლილზე ურთულესია. საათზე და მოდიხარ 6-ზე. თელი მანქანა შეხარ და მინდა მე ირბინე, და მე ხვალ მეორე დღეს კიდე ადრე მე დაიკავართ ორი განსხვავებული ადამიანი ყველაფერში. ნუ რაღაცა ძირეული ფასეულობები გვაქვს საერთო მარტო რა. აუ დამანებე თავი. აი მე ისიც რა განაზებული აღმერთო. ხო და რას ვიზახი ხა, ჩემი გახდომის სტილი არასდროს არ ყოფილა ვარჯიშით გახდომა. ესე იგი მე 45 კილომდე დავიკელი, ხო იცი? 45 კილო ვიყავი ქალი. მთელი დღე ვეგდე საწოლში. ანუ მე ვიკლებ ხომ მე კვებით. არა ეს არის ადამიანი რომელიც იკლებს ვარჯიშით. ოღონდ ეხლა ეს რასაც იძახის, ეგ დაკლება არ არის. ნახე რას იძახის, მე რო წავალ და ვირბენ 2 კილოს დავაგდებ ერთ, ეგ არის გამოდის სითხე ვერ გავაგებინე. კონკრეტულად სირბი. მაშინ უნდა ირბინო სულ, ერთი კვირა და ერთი თვე კი არა, სულ უნდა ირბინო ეგრე ყოველ დღე, მაგრამ ეგრე ვინ დარბის? შევინ არჩუნებ მაგას მე ერთი კაი სადღაც მომავალ ზაფხულამდეო. მომავალ ზაფხულ ახალ წლამდე. ცოტას მოვიმატებ ალბათ. 85. ამდე 1 კილომეტრი. და მე ის 87-დან. იცი რა მიკვირსიკა? შენ ბევრს არ აჭამ და რატო? მე ვიცი რატო მოიმატე. არა ვჭამ. არა შენ ბევრის ჭამელი კაცი არა. ევროპულ ჭამ, იმდენ ვინ ჭამს? ღამე ვჭამ. აი. საწოლში ვჭამ პურს, ღამის 3 საათს. აი, ესა. ესე იგი ხალხო ამან და იცის. ვაფშე არ მინდა არაფერი, მარტო პური. ამან იცის, ან მაიონეზიანი პური, ან იმიანი რა ქვია, მალაკოს გუშინ პური წარმოიდგინე. ანუ აი მარტო ეგ რო ამოიღო, დაიკლებ იცი რა კარგი. ღამე არ ჭამო. უნდა ჭამო და უნდა იმას უნდა რაციონალურად. აი ხისთავა რო იქნები რა. მე ხა მაგდავი ხარ და ისეთი რაღაცა უბრალოდ ვერ ჭამ მაშინ თორე სხვა შემთხვევაში რასა საჭმელი თუ არ ჭამე. არა საჭმელი ჭამე უბრალოდ ღამე ნუ შეჭამ. რა შეიძლება მომაკვდავი. იცი რა ცუდია ღამის შუაღამისას ჭამა ორგანიზმისთვის, მაგ დროს ორგანიზმი უნდა შლაკებისგან იწმინდებოდეს და ისვენებდეს და შენ მაგ დროს ამუშავებ იმაზე რომ ეს საჭმელი გადაამუშაოს. გადაამუშავოს რა საქმეა მე. აი გაუგებარი რო იქნები კაცი. და ეხლა კაროჩე
საგრძნობლად რაც დამიქვეითდება სხვაზე 1-2-3 დღეში სირბილი იმენ აგდებს ანახევრებს. ეგ კი. ხო და ეგარი მერე ჯანსარი. დღეს როგორ ახველებს. ჯანსარი და სუტი ოფლად დავიურები რაც. დელისი ვარკეთი რისანი გლდანი ვაჟა ვაკე კოსტავა ჩვენთან ყველაზე ახლოს არის გლდანი ხო? დახურული ვარ. რომლები ჩამოთვალე აბა მიდი? აბა ნახე მეგა კვირა უყურე შენ? არასკივია. 3 საშუალო პიცა არის 27 და 90-დან. ნუ ოღონდ ეს ვეჯი პიცებია. ვეჯი პიცები მე. ოჰ. კარპურის პიცა შეუკვეთი. აბა ისე ერთი ცალი დღეს 30 ლარები. კარპურის მაშინ იქ წავიდეთ. ჩემი მანქანით და მოვიტანოთ. სად დავიდეთ? იქა. იქა სადა? დიდ აქ ჩვენთან საშინელ ხო უსაზიზღრეს ეხლა. წავიდე. არა ხალხ. და იცი როგორ შენ არ უნდა დაიძახო. მე და შენ წავიდეთ. უბრალოდ სიმღერა დაიწყე და ყველა ადგება. მე და შენ წავიდეთ. კორიდორზე დადეგი. თქო ცოტა მთელი ღამე აღვიჯა. იმღერე და всё. აუ ხო ხშირად ამბობენ ხოლმე რომ ჩემი სიმღერა აღვიჯოთ მე ისეთი ხმამა. ხო იცი სხვა მისახარ ლაუდარა. აუ გადიეხა რა. აუ მაგაზე ხო იცი. აი просто короче ხო იცი პილოტმა ცოლი რომ მოიყვანა. ვინ პილოტმა? სენა. ხო. და 3 წელიწადში დაშორდა. არაღარი უკარგესი ადამიანი. აუ არ არის საკმაოდ მარტო უკარგესი ადამიანი. როგორი ქმარი იყო მაგას გააჩნია. 12 საათი რულთან ვატარებდი. და შემდგომი 12 საათი ფიქრობდიო მომდევნო რგოლას. აი ესე იგი ცოლის არც თავი რომ მოეყვანა. არ გაუძლო. ცოლის ადგილი მის ცხოვრებაში არ ყოფილა. ეს ფანჯარა უნდა გავავთ არ მოუკვდეს ამ. ამიტომ ტიპი რომ 12 საათი ვარჯიშობს და 12 ფიქრობს მაგას. ხო და რა თუნა მას? არც უნდა. რისთვის უნდა ცოლი? აი ეგრე. ან ისეთი ქალი უნდა იყოს, რომელსაც ეგ ესმის. მაგრამ მე მაგალითად შემიძლია ვიყო მასეთი ადამიანის არ მაგარი მეგობარი, მიყვარდეს, მაგრამ ცოლი, ანუ მე ყოველთვის ვიცოდი. სხვათა შორის ლაუდამაც თქვა. ლაუდა ეხა რაღაცა ვიდეო ვიდეო გამოვიდა სიტყვი და თქვა გადაუხა. აი უკვე აღარ იყო ის მალე მოკვდა მე ასაკში. ილაპარაკა რაღაცა სპორტზე, ამაზე, სადღაც იყო ეს სპორტის ჩოგბურთელები, სპორტული ხალხი იყო შეკრებილი, რაღაცა არის დაჯილდოება იყო რა. ჯოკოვიჩი და ისინი 1-10 წლის წინ. ხო და რაღაცა ილაპარაკა ეს და ბოლოს არლობებიც გადაუხა და ყველას რა ვიცი, ვიღაცებს არც ვიცი, მე რა ვიცი, რაც ადამიანებს რა, თავის მეგობრებს რა. და ბოლოს ყველაზე დიდი მადლობა გადაუხადა თავის ცოლს. იმისთვის რომ გამიძელიო. ხო, აი მე მაგალითად. აი იმისთვის რომ გამიძელიო. აი ესე თქვა, სიტყვასიტყვი და თან მონასმენი მაგ. ახლა მე უნდა ვთქვა ძალიან სასაცილო რაღაცა შენ ძალიან მოგეწონება. მე ისეთი ქალი ვარ, რომელსაც თვითონ ჭირდება ეგეთი ადამიანი. ხო და ეხა რომელიც გაუძლებს, ხო რას გულისხმობ? აი ყოველთვის ვიცოდი. მთელი ჩემი ბავშვობიდან დაწყებული. მე არასოდეს არ ვიქნებოდი ისეთი კაცის ცოლი, რომელიც ან სულ ბიზნესშია, ან ექიმია და სულ სამსახურშია, ან მეზღვაურია, ანუ რო წავლენ აი კოსმონავტი მაგალითად და მთელი თვე, ანუ შენ ბავშვი უნდა გააჩინო ქმრის გარეშე, ანუ ქმარი ყავს ამ დროს. თქვენი ცხოვრება მიდის ქმრის გარეშე, ანუ რაც არ უნდა დიდ საქმეს აკეთებდეს, რაც არ უნდა სასწაულებრივი იყოს. მე არ ვარ თანახმა იმაზე, რომ ოჯახში მე ვიყო მარტო, ანუ მარტო არ ხარ იდეაში, მაგრამ თან მარტო ხარ, ხო ხვდებით რაც ვიძახ. მე არა ვარ მაგაზე თანახმა. მე თვითონ ვარ ეგეთი კაცი, ვინც წავა მთვარეზე და უნდა დაელოდო. მე კაროჩე რა მოვიდა? ანუ აი ეს ხალხი რომლებმაც რაღაცა დიდი კვალი დატოვეს, არა აქვს მნიშვნელობა სფერო,
გინდა პოეტი იყავი და გინდა მრბოლელი. ყველას უნდა ჩადო რა, აი თავთელი ყველაფერი. და წერვალზე რო ავი, თუმცა რა ძნელი ყოფილა მაგარ გვერდით ყოფნა ჩვეულებრივი ადამიანისთვის. არა ჩვეულებრივი ხარ თუ ჩვეულებრივი ხარ ყველა ვარიანტი სანძნელია. არა ვეხავ აი მის მაგალითად სოლიდო იყო. არა მეც რო ისეთი ვიყო და ისიც ისეთი. ადამიანთა რომელთანაც ეს გასაძლებია. შენ წარმოიდგინე, მაგალითად იგივე ჩოგბურთელების ცოდები. შენ წარმოიდგინე, აი ხო არ ყოფილა შემთხვევები სპორტსმენი ცოლის რო იყო და ქმარისაც ცოლმა რო თავი გაანება. ანუ მაშინ ოჯახი არ იქნება. რამდენი შემთხვევა? ოჯახი არ იქნება, იმიტომ რომ ნახე ის არ არის და შენ თუ ანუ ოჯახი არ არის. ის თავის საქმეზეა კონცენტრირებული. ხო. და თუ არ არის კიდე ანუ წყალწაღებულია, ვეღარ არის. აბა ეგრე არა წარმატება და მწვერვალი. ხო და შენ იქახა. всё მორჩა და შენ უნდა ყავდეს. ოღონდ ნახე რა შეა საქმე? ესეთი ადამიანი გვერდით თუ გინდა ყავდეს და თუ არა და არც ეყოლება. რა აი შენთან არის. ხო, მაგრამ ნახე, აი მანდ რაშია საქმე რო. მოსაძებნია. არა, მანდ რაშია საქმე რო. ადამიანებს რომელიც მაგალითად იმისთვის არის რომ შენ დაგეხმაროს, თქვათ, ხო? შენ საქმეში და ერთად აკეთოთ ეს საქმე. ანუ რეალურად ისიც იმით არის დაკავებული, რომ შენ დაგეხმაროს. ანუ იმ ხელა საქმეს აკეთებს შეიძლება შენ, ანუ ფულის კუთხით, რომ არ ღირს ვაფშე რომ იმან იმუშაოს, ის არის შენ დაგეხმაროს. მაგრამ ნახე რას ხდება, დამაცადე. კატასტროფაა, შენ საკუთარ თავს კარგავ, მაშინ. რომელი? ის ვინც იმასთან არის. ხო და ნახე. ხო და ნახე რას ვიძახი? ნახე რატო ხდება ხოლმე მაგ დროს დაშლები. თავიდან ადამიანი თანახმა იმაზე რომ შენ წადი კაცო იშოვე 20 მილიონი მე ხა აქ რა 5000 უნდა მქონდეს სიტყვაზე ხელფასი ვიძახი უცხოეთში ხო წადი შენ იშოვეს მილიონი და მე ვიქნები ხო მაგრამ ნახე რა შეესაქმე მე იქ რო ხარ შენ თქვა სახში მე იქ ის კი არ გინდა რომ იმას ხელი შეუწყო და იმაზე იყოს სუ კონცერტ შენი რაღაცაც გინდა და მე იმ ადამიანს უჩნდება კონფლიქტი რომ მე ვმუშაობ უნდა და ანუ შენი მისთვის ხარ რომ მე დამეხმარო და შენ კიდე ამ დროს არ ეხმარები იმიტომ რომ კაცი ამოგივიდა მე იწყება კონფლიქტები და შორებები ადამიანური მომენტია ხო როგორი დიდებულიც არ უნდა ადამიანის გვერდით იყო ეგ მოსარეზრებელია მაინც რა თქმა უნდა 9 ჯერ ყველა სჭირდება რაღაცა თავის შენ ეხაში შენ შეიძლება ისე ვერ გახაჭო და ეგრე ვერ ქნა მაგრამ ყველა სჭირდება თავის სულად რომ სუ ჭინჭვლის ოდენა შეგეძლოს ხო ხო აი რამდენი ქალია იცი ეგრე ხა რამდენი აი თუნდაც ფედერერის ცოლი იცი რამდენი ქალია კაცები არ აკეთებთ მაგას თორე ქალები აკეთებს აბა რამდენი კაცს მეტყვი ვისაც ეგ გაუკეთები აკეთებს მილიონში ერთი ხო და ქალი ბევრი აკეთებს იმიტომაც მე გამოდგებიან ეს კაცები რატო არ აყავთ მეცნიერები რატო არ აყავთ ხელო აი ამიტომ სულ ბრაზობ მთელი საქალეთის გამობრაზობ მე იზირა არის ხო და ამიტომ ნახე რა უნდა იყოს ნათქვამი მე ვიმუშავებ ჩემსას შენი მუშავე შენი და მე დავიქირავებ იმ ადამიანს რომელსაც მე ვეტყვი რა გამიკეთოს და იმას გამიკეთებს იმიტომ რომ იმ ადამიანს პრობლემა არ აქვს ის არის ამის სამსახური შენ გადავუხდი ფულს და რასაც შენ გინდა იმას გაიკეთებს ეს ახლობელი თან შენზეა თან არ აკეთებს რაც შენ გინდა და თან თუ შენი შეადმისენ დამნაშავე ხარ შენ იმიტომ რომ ახლობლები ნათესავების და ეგეთების სამსახურში აყვარა ყოველთვის კონფლიქტებთან არის დაკავშირებული აიყვანე ისეთი ადამიანი, ვისაც შეარჩევ გასაუბრებაზე, არის რომ მოგეწონება თანახმა შენ პირობებზე, შენ თანახმა ხარ გადაუხადო იმდენი რამდენიც უნდა და წავიდა საქმე. მე ესე ვთვლი. სხვა გზა არა. ეგ არის სწორი. იმიტომ რომ ეხლა შეიძლება კაცო ყველა ბერდალაშკრავს და იმაშიც მე არ ვამტყუნებ ქალებს, რომ მე არ მინდა ეგეთი ქმარი. ნუ მექნება მილიონები. ის გამბოძებული ნიჭი და რაღაცა სასწაულების მოხდენა ყველას არ შეუძლია, მაგრამ ყველას უნდა თავისი პატარა რაღაცა გააკეთოს ეხლა მთელი ცხოვრება როგორია აი სვის ჭრილში ყოფნა მთელი ცხოვრება კი არა 5 წელი ცნელია ის გინდა იყოს ჭრილში ყოფნა კი არა იმას კი არ ფიქრობ რომ ჭრილში ვარო ანუ პროსტ აი
შენი ინტერესების გარეშე რო ცხოვრობ და სხვისი ინტერესები. ინტერესი რო იცოდე. ხო. იდიოტი თუ არა. არა, ყველას აქვს. იდიოტი რო იყოს იმასაც აქვს. გონი არა? მას უზდიე კუჩი გამოგრჩა შენ ინტერესი და სფერო. ხო, ნუ უბრალოდ შეიძლება იმდენად ძალიან გიყვარდეს ის წარმატება და ფული, რომ ხვდებოდე აქ რამდენი ფულია და შენ თქვა რომ მე ვიმუშავებ იმ დაქირავებულის ადგილზე, ვისაც შენ იქირავებდი. არსებობენ ეგეთი ადამიანები, არიან ადამიანები, შენ არ შეგხვედრია, არსებობენ ადამიანები, ვისაც ფული ისე ძალიან უყვარს, რომ ანუ რომელიმე კონკრეტული საქმე კი არ უყვარს, ნებისმიერ საქმეს გააკეთებს კაი ფულისთვის. იმიტომ რომ ფული უყვარს. ეგეთი ადამიანი გააკეთებს. ხვდები რასაც გეუბნები? ანუ თავარი იცი რა არის? ყველაზე ძალიან დიდი მადლობა იმ სამ ადამიანს, ქეთის, ნატოს და ეიკას, ვინც მომილოცეს თოკოს დაბადების დღე. ჯერ კიდევ ვიქარდე, სანამ მე ამის შესახებ ვლოგს დავდებდი მესენჯერში. ძალიან დიდი მადლობა ჩემო ძვირფასებო. მე ვფიქრობ, რომ იდეალური არის ჩემთვის. ყველას თავის საქმე ქონდეს, ნუ თუ გონებაში ზღუდული არ არის. იმასაც უნდა თავისი რაღაცი, ყველას უნდა. აი მოიცედი ისიც პლანინგ რაც. ნუ აკნინებ. ო, ანუ ვიძახ იმას, რომ თვად უნარო თუ არ არის. ანუ ნორმალური ადამიანი თუ არის, ყველას უნდა ქონდეს თავისი საქმე, თავისი დრო და ადამიანებმა ერთმანეთი არ უნდა შეზღუდოს. შეზღუდონ. უბრალოდ მე ხაური მე ეგ არის საიდუმლო. მე რაღაცას ვაკეთებ, ანუ ჩემი საქმე მე თავისუფლება მჭირდება, значит. შენ რაღაცას აკეთებ, რაღაცა საქმე შენ მჭირდება. თუ ჩვენ რაღაცას ვაკეთებთ, значит შესაბამისად ფულიც გვაქვს. ანუ ზოგადად ვიზახი, ანუ ნახ, ყველაზე მთავარი რა არის? და მე ურთიერთობა სანამ დაიწყება, იქამდე უნდა შევთანხმდეთ მაგაზე. იმიტომ რომ ხშირად მაგაზე არ თანხმდებიან. არც ფიქრობს და მერე წამოიჭრება ეგ პრობლემა. მე არ მინდა რომ შენ მთვარეზე გაფრინდე სიტყვაზე. მე არ მინდა რომ შენ 12 საათი მანქანაში იჯდე. შეიძლება მე ბევრს უფრო მეტ სიტყვაზე ან შენ ან მე ბევრად მეც მივაქვს, მაგას არ აქვს მნიშვნელობა, რას მიაქცევ და ზგაგე. როგორ არ აქვს დიდი მნიშვნელობა. არა, როგორ ანუ რაში ვიძახი? ვიცი ეგ რაც ვიძახი. ო, ანუ თავარია, რომ ერთმანეთი ადამიანები არ შეზღუდონ. ანუ ეგ ყველაზე რთულია. მე ვაკეთებ და იყავი ჩემთან. ანუ ნახე, ეხა შენ რო ხალი ხარ სიტყვაზე და მიყვები სენა იყო თუ ვინ იყო 12 საათი რომ მანქანას არიჯდა, ხო? და შემდგომი 12 რას აკეთებდიო? ფიქრობდი ხო. ანუ შენ რო ხალი ხარ რომელიც ასეთ კაცს ცოლად მიყვები, წინასწარ უნდა იფიქრო ეს გინდა თუ არ გინდა, ხო ეგრეა? ეხა მე რო სენას უთხრა რომ მოდი მე შენ ცოლვა და სენა აღარ იყო. ანუ არ იქნება სწორი. ხო რაც არის, მაგას არ აღნიშნულობა, ანუ იდეას ხო გეუბნები. ანუ შენ რო ესეთ ადამიანს მიყვები, მე არ უნდა გქონდეს პრეტენზია რომ ესეთი არ იყო. ანუ თავიდანვე უნდა იცოდე შეიძლება თუ არ შეიძლება. ნუ შეიძლება ვერ გათვალო, კაი თქვათ, მაგრამ ნაფიქრი მაინც ხო უნდა გქონდეს მაგას. ხშირ შემთხვევაში ვინც გინდა იყოს აი ეგეთი ბუნდერას ადამიანთან, რომ ვიჭერს საქმეს, გინდა კაცი იყოს, გინდა ხალი. ხო შეიძლება ორივე იყოს ბუნდერას. აუ ძალიან ხშირად არ იცი რომ ბუნდერასთან იჭერე. ხა შენ იცი რომ ბუნდერასთან დაიჭირე? არა, მოიცა კაცო, სცენა როდესაც ძველი მოიყვანა ბუნდერაზე იყო. მე რა ხო შეიძლება ისე დროს დაიწყეს როცა არ იცოდა. ეგეც არა, როცა იჭერ უკვე ეგე ბევრი შორდება, ვინც მაშინ დაიწყო, მაშინ დაქორწინდა, ვინც არავინ იყო და მე გზაში პროცესში ბევრი შორდება, იცი? და თუ პროცესში არ დაშორდნენ, მე აღარ შორდებიან. ხო, მაგრამ თან როცა უკვე შემდგარია. ხო. უკვე აი Facebook-ის შემქმნელი რო ეჯახიან ეს მახრინჯი ცოლი რა თუნდაო, ყოველთვის უყვარდა იმ ქალს ეგ კაცს. მე ისიც მომია ვერ ვთქვი, ეგეთ დიდ ადამიანთან ყოველთვის უფრო მეტად რთული არის. რა თქმა უნდა. ანუ ხო სიამოვნებაში ხო არ всё, მასეთთან ხარ და მორჩა ბედნიერი ხარ, ფული გაქვს, ცხოვრობა. ხო, მაგრამ კიდე გითხრა ერთი რაღაცა? დარჩენა ხო ძალიან ძნელია. და როცა დიდ ადამიანთან ხარ, წასვლაც ძალიან ძნელია. იცი რატო? ყველა ადამიანს, რომელიც შემდგომ გეყოლება, შეადარებ და ყველა წაგებული იქნება. და ძალიან ხშირად ეგ ადამიანები, ვინც დიდ ადამიანთან იყო, მე არ მაინდებს ფულით, ან თუნდაც სიღრმით ადამიანთან, ხო?
მე მარტო რჩებიან, იმიტომ რომ ან სხვასთან აღარ შევლენ და მასეც ვეღარ პოულობენ. სულ არ მინდა ეგეთი დიდი და ჩვეულებრივი ადამიანი მჭირდება. მაშინ თავიდანვე უნდა პრასტოისთან იყო. მაშინ ანუ ეგ დანაშაულია რომ შენ სხვა რამე გინდოდეს და სხვასთან იყო, ხო? კი, როგორ არის? ეგ ის წარმაგარქე ბუთელი იყო. ერთ დროს. კი. რაღაცნაირად გაქრა მე ძალიან, ხო? ბუთელის გახდა, ოქროს ბუთი წაიღო და ყველაფერი და ცოლი მოიყვანა ვინ ჩემი ფეხები უბრალოდ ვიღაცა. აი ჩვეულებრივი ადამიანი არანაირ წარმატებული არა. ხო, ნუ კაი, ნუ გააკნინებ, კაი. ხო. ანუ კაკასთან შედარებით ვიძო. ხო, კაი, გავიგეთ. უბრალოდ ამაზეა მორჩა. იმის იქით მორჩა, აღაფერი არავინ არის. და ის კალი დაშორდა. და კაკამ რა ვიცი, არ გავაკეთეო თან ამბობდა ინტერვიუსაც მოусმენ. ამ ეს ურთიერთობა რო გადამერჩინა, 5 წელი ვიბრძოდი ვიღაც. ოქს ვურიდი. აზრი არ ქონდაო და ცოლს კითხეს და რატო დაშორდიო? რა იყო მიზეზი? ის ზედმეტად იდეალური იყო. წარმოიდგინე ტიპი რისთვის დაშორდა. ხო, ხა ცუდად გრძნობდა თავს მის გვერდზე. ანუ აი კაცს კი არ ცუდი კი არ უთხავს. ის ჩემთვის ზედმეტად ხო, მაგრამ შენახე რამდენად კაი ქალი ყოფილა და რამდენად გულწრფელი. ძალიან ბევრი მარტო ფუძის გამო დარჩებოდა, ძალიან ბევრი კი ცუდ რაღაცას მოუგონებდა და იმას იტყოდა. ასე გულწრფელად და პირდაპირ თქვა, რამდენად კაი ქალი ყოფილა, ნახე. მაგას ვთქვა, იქნება სულ არ მინდა ის ვიღაცას ასწავლული. მაშინ ნუ გაყვები და ნუ მოიყვან, კაცო. კონდეს 1 წელი, 2 წელი. ახლა მე ამამ 16 წლის ასაკში შეიძლება, მაგრამ შენ რა უკვე დასრული 20-21 წლის ხარ და თუნდაც მეტის, ხო ჯერ შეხედე კაცო, ვინ არის გინდა, არ გინდა, ცოლად მე გაყევი და ქმრად მე. მე თქვა ცუდი კაცი ვარ, უყვარდა. ის ზედმეტად ხო, ეგეთი შეიძლება შენ მის გვერდზე თავი ცუდად იგრძნო. გუნავდეს მისი სიკარგე, ხო შეიძლება. ზედმეტად იდეალური იყო და ეგეთი რა, რაცა რაზოს გამიგია. ძალიან კაი ღირსეული ქალი ყოფილა და მართალი. აი პრიჩინა რომ ამის გამო დაშორდა ადამიანი. ოჩა. მომეწონა. მომწონს ეგ სიტყვა შენც მომეწონე და ამისათვის გენდობი შენა. ხო და ძალიან რთულია მოკლედ ეს თემა. ძალიან რთულია ეს თემა მოკლედ. მე ვთვლი რომ აი მე მაგალითად ესე ტიპი ვარ, რომელსაც საერთოდ არ ეშინია მარტოობის. არც ამას არ ეშინია მარტოობის. ხო არ შენ შენ. გეშინია მარტოობის? არა მგონია რომ გეშინა. მარტოობის შიში რა ეხა ისე როგორია? თუ მოგინდება ყოველთვის სიპოვი ისეთ ადამიანს. არა, მე მაგას არ ვაბა, ძალიან ბევრი ადამიანი არ შორდება ვიღაცას, იმიტომ რომ მე მარტო არ დავჩო. იმას ხო არ ფიქრობ, ეხა წინასწარ კიდე ვიშოვიო კაცო. ანუ გააშია ვისთან იქნები თორე თუ სურვილი თუ გა ყოველთვის სიპოვი ვიღაცას შენს გვერდით. ვიღაცა თუ არ გინდა და კარგი გინდა. ო, მაშინ ეხა ეგე 95 წლის კაცი ვით უნდა იჩანჩა, რომ მთელი ცხოვრება. კლინტის უდივით? ხო, მოკლედ მე არ მეშინია მაგისი. ვიქნები და ვიყო. უბრალოდ ნახე რა შესაქმე, ანუ ნახე თუ მე არ ვარ იმ ადამიანთან კარგად ვისთანაც ვარ და ანუ თუ ერთად ყოფნა უფრო ცუდად მხდის ვიდრე მარტო ვიქნები, მე ვთვლი რომ მარტოობა ჯობია. ტრადიცია. ერთად რო ხართ, იმაზე კარგად უნდა იყო ვიდრე მარტო რო ხარ. თორე? აუ ტრადიციის დედაც. ეხა ჩვენი ხო ერთად ყოფნა შედეგი უნდა გამოიღოს. ვიცა უნდა ვიყიდე? ვიყიდე და წავიდე იმენა. ვიცოდი რომ მაგას იცი. ბურბოლი მოჩვენებასთან ერთად. ჯერ მაგოცე მოდი. კარგოცე მე. კამერის რიდი გაქვს? კამერა ისეთი რიდი მაქვს რომ აბა გამახროლე ხეივანზე. გაგახროლებ და გისვრე კიდეც იქიდან საქარე მიიღე. მე მეგონა დაგეზარებოდა. რა? წასულაც. არა, რას ლაპარაკობ. ოღონდ ახლა ჯერ თოკო გავაღვიძოთ და შევუთანხმდეთ. კატორი ჩას. 11:20 წუთია. უკვე დროა გაგვიძე. მოდო რამდენი ვილაპარაკო. შუა დღე ამზე აქ არის. აუ, იმის შუა დღეს ამის საათია.